მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ფსიქოლოგიურ თოქ-შოუს ჩემი ოჯახი, რომელსაც წარმოგიდგენთ საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის მხარდაჭერით. მე ამ გადაცემის წამყვანი და ჩვენი სტუდიის აუდიტორია დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ თემაზე ძალადობა ოჯახში. ფიზიკური ძალადობის გარდა არსებობს ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც არანაკლებ გავრცელებულია ჩვენს რეალობაში და სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობის მთავარი მიზანია, რომ მოძალადემ თავის მსხვერპლზე კონტროლის დაწესება მოახერხოს. რა იწვევს ძალადობრივ ქმედებას? შეუძლია თუ არა მსხვერპლს თავიდან აიცილოს ძალადობა და არის თუ არა ის ძალადობის გამომწვევი. ვინ ხდება მეტწილად ძალადობის მსხვერპლი? რამდენად მნიშვნელოვანია გარემო ამ პრობლემასთან მიმართებაში და რა გამოსავალი არსებობს ასეთ შემთხვევებში? დღეს ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან. თამარ მამულაშვილი 47 წლის, პედაგოგი, ფსიქოლოგი, დაოჯახებულია მეორედ, ჰყავს ერთი შვილი. ლალი ბადრიძე 59 წლის, ეკონომისტი, დაოჯახებულია, ჰყავს 3 შვილი. ნანა დაშნიანი 45 წლის, მედიცინის მუშაკი, დაოჯახებულია, ჰყავს ერთი შვილი და 2 შვილიშვილი. გიორგი გუგუშვილი 47 წლის, მსახიობი, ტელერეჟისორი, ტელეწამყვანი. ჰყავს 2 შვილი. აქვე შეგახსენებთ, რომ მოგწეროთ Facebook-ზე და დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე. ახლა კი ეკატალახაძის და მარიამ კაპანაძის მიერ მომზადებულ სიუჟეტს შემოგთავაზებთ. მამა, დედა, ესეც ბიჭი, ესეც გოგო და ოჯახიც მზადაა. აბა ოჯახი რისი ოჯახია თუ დღემ უჩხუბრად და უკამათოდ ჩაიარა. მერე და როგორი ოსტატობით ვახერხებთ ეს ყველაფერი ასე ვითომ და უმტკივნეულოდ მულტფილმებად შეფუთული მივაწოდოთ შვილებს. აბა ამ დროს შეიძლება ესთეტიკით ტკბობაში აწყვეტინო ბავშვს და თუნდაც მეცადინეობა აიძულო. არადა რა დრო იყო გახსოვთ, საწყალი ბავშვები ზაფხულობითაც კი ვერ ახერხებდნენ კუთვნილი და დამსახურებული არდადეგების შერკებას. რა არის? ანგესი. აი შენი ანგესი. ეს რა არის? რა არის? დადი. წაჩი. კარგი რა მამა რა. გამიშვირა სასეზოო თანამთეზე საძოვარზეა. საძოვარზე? ო, საძოვარზე. ეხლა კიდე ის გამოიგონა. გასცი. სახში. შენ ბოტანიკა ისწავლე, დარო დაუკრავს. მე დარო წინგს აიკითხავ და შენ დაუკრავ. კარგი რა მამა რა. არ მოყვარს ეგ მუსიკა. არ მოყვარს ვა. ცხოვრება ეგეთია შვილო. ვიცი რომ არ გიყვარს. არა უშავს. ნელ-ნელა შეეჩვევი და მერე შეგიყვარდება. მაგრამ მიზანსწრაფულსა და მიზანმიმართულს ვერც ბავშვს დაიჭერს ადამიანი ძალმომრეობით და ვერც მდათუნიას. ხომ გახსოვთ როგორ გაამწესეს ეს მხეცური ბუნების უარმყოფელი ბუთქუნა ცირკში? უი! მომიკვდეს თავი, მომიკვდეს თავი. იყო კიდეც ბედნიერი. დავიჯერო დათვებმა გვაჭობეს. თაფლი კი მართლა გემრიელია, მაგრამ ადამიანი რატომ არის საშიში? ჩემო დათუნია, რა კარგი ვინმე ხარ და როგორი მივიწყებული. საშიშია აბა რა. ვიდრე საკუთარ თავში გაერკვევა სხვებზე, თუნდაც უახლოეს ადამიანებზე ექსპერიმენტების წარმოებაშია სულ. ვიდრე საკუთარ თავს იპოვის უახლოეს ადამიანებს კარგავს, პირიქით კი ქონია. ვიდრე ზოგად საკაცობრიო პრობლემებსაა მოდებული, ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ძაფი გაექცევა ხელიდან ბედნიერი მომავლის შემოსაქსოვად რომ იქნებოდა საკრავი. იქნებ ასეს ჯობს. იქნებ კუთვნილი ტვირთის ზიდვა იმაზე ადრე უნდა დაიწყოს ადამიანმა, ვიდრე ეს დიდებს წარმოუდგენიათ. მაგრამ მერე ხომ ვეღარასოდეს ვიქნებით ბავშვები. მერე ხომ სამყაროც უფრო დიდი და უხეში გახდება. მერე ხომ მთელი ცივილიზაცია გვექნება გადასატანი.
და ბოლოს მხოლოდ ერთ დროს ბავშვურ წარმოსახვაში ჩაგვრჩება თავის უფლება. როგორც სიუჟეტში ვნახეთ, ხშირად მშობლები გაუცნობიერებლად ძალადობენ შვილებზე, იღებენ მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას და აიძულებენ ყოველ მიზეზ გარეშე აირჩიონ ის პროფესია, რომელიც მათ მიაჩნიათ, რომ არის ყველაზე იდეალური. რამდენად ჩარეულ ხართ თქვენი შვილის არჩევანში და რა შედეგი მოგცეთ ამან? მე ერთი შვილი მყავს, ირაკლი და ჩარეულა ბავშვობაში შევიყვანეთ ფეხბურთზე. ჩემი ძმარი ყოფილი ფეხბურთელი და თვითონ რეალიზება ვერ მოახდინა, დიდ ფეხბურთში ვერ ითამაშა. მამა ადრე დაეღუპა ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და დაიწყო ფეხბურთის თამაში ბავშვმა და ეგ ტრენერებმა კარგი ბიჭია ესა და უკვე ისე გადავით, რომ აი შეტევაზე ვართ ამ ბავშვზე, რომ აი მაინც და მაინც ფეხბურთი უნდა ითამაშოს და სხვათა შორის კარგად თამაშობდა 16 წლის ტორპედოშიც თამაშობდა, მერიც ჰქონდა ძალიან დადებითი შედეგები, მაგრამ ეს ბავშვი არ აკეთებდა ამას მთელი გულით და ამას თითქოს უგრძნობდი, მაგრამ აი არ ვაქცევდი ყურადღებას და ერთხელაც 21 წლის ასაკში ეს ბავშვი ისეთ მომყოლი ბიჭი იყო, არასოდეს პრობლემებს არ ხათრიანი, ხო და ხათრიანი მერე გამოვიდა ისე, რომ 21 წლის ასაკში მოვიდა სახლში და თქვა, რომ არ მინდა ფეხბურთის თამაში. აი არ მინდა 21 წლისამ უკვე რაღაცნაირად თითქოს აი გაბედა. ხო, მიიღო გადაწყვეტილება და ახლა მთელი ოჯახი ჩემი ძმალამის არ ელაპარაკებოდა, რას ქვია, ფეხბურთის თამაში არ გინდა, ძალიან კარგი მომავალი გაქვს, არ მინდა ფეხბურთის თამაში, მორჩა. მან გაიტანა თავისი, ხო? გაიტანა ქალბატონთია თავისი და მე ახლა მამამ ხატვარი ყავდა, დიდი ბებია ხატვარი ყავდა, ესე გენეტიკა მას ეთყობა რაღაც თავისი როლი ითამაშა და დაიწყო ხატვა, მივიყვანეთ უნიკალურ პედაგოგთან, როლანდთან და ხატავს ერთ-ერთი ისეთი კარგი მომავალის მქონე ხელწერა აქვს თავის. კი, თამარ, რამდენად დაისახა ეს თქვენი ზეწოლა და პრინციპში მთელი ბავშვობა მაინც თქვენი ხათრით აკეთებდა, შეიძლება სადღაც სიამოვნებდა, მაგრამ მაინც ეთყობა უმძიმდა ამის ასეთი რადგან მიიღო გადაწყვეტილება? ხო, უმძიმდა ალბათ თქვენ ბრძანეთ, რომ ამჩნევდით მაინც ესეთი ინტენსივობით ამის კეთება. იცით რა ქალბატონთია, ეხლაც რო უკვირდები უკვე 27 წლის არის და აი იქედან თითქოს აი ეს გამოყვა ის რაღაცა და აი ყოველთვის ფიქრობს მაინც თითქოს სხვას რა ესიამოვნება ესეთი ადამიანია მეტად და ამიტომ თავისი მე რაღაცნაირად თითქოს ახლა უკანა პლანზე გადაიწია და მე პედაგოგიური მაქვს დამთავრებული პედაგოგი ვიყავი, მაგრამ ახლა რო ფსიქოლოგიის შესწავლა დავიწყე მოგეხსენებათ იმდენი ბოდიში მოუხადე ჩემს შვილს ქალბატონთია სახლი მოშლის დროს მართლა აი ადამიანურად რომ აი ყველა თითქმის ახალ ლექციის მერე რაღაცა შეცდომა მქონდა დაშვებული და ამ დროს მე ერთ-ერთ კარგ დედად მოვიაზრებოდი ჩემს მეგობრებში და წარმოდგენაც არ ქონდათ რომ შეიძლება აი თითქოს ხათრიანი დამყოლი არც აპროტესტებს ეს არ არის ესეთი თვალსაჩინო ზეწოლა რომ თქვა ბავშვი ითრგუნება და ძალიან ემოციურად უჭირს ამ ყველაფრის ზიდვა მიუხედავად ამ ყველაფრისა თქვენ ხედავთ რომ დღეს აი სწორედ ამ ხათრით და თავისი მოთხოვნილების და სურვილის უკანა პლანზე გადაწევამ მოიტანა ის რომ რაღაც საკითხებში პრობლემას ეს უქმნის, არა? ერთი უკიდურესობიდან ახლა გადავარდა მეორე უკიდურესობაში, იცით რაღაცნაირად. ჯერ ერთი ბავშვი რომელიც მთელი ცხოვრება ფეხბურთს თამაშობდა, საერთოდ ფეხბურთს არ უყურებს. ჩემ შემთხვევაში ახლა თამარისგან განსხვავებით პირიქით იყო. მე თვითონ აღმოჩნდი ძალადობის მსხვერპლი და ეს გავაცნობიერე წლების მერე. ჩავაბარე მშობლების მოთხოვნით და ოჯახის სურვილით ეკონომიურზე, მაშინ პატარა ვიყავი 17 წლის და ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო ახლა დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ჩემთვის არც იქ ჩაბარება წარმოადგენდა პრობლემას და არც სხვა. ზოგადად კარგად სწავლობდი. ზოგადად კარგად ვსწავლობდი და პრობლემა არ მქონდა. და სწავლის დროსაც ახლა ცუდად არ გრძნობდი თავს, მაგრამ რაც დრო გავიდა თანდათან, აი სულ რაღაცა მაწუხებდა. მიუხედავად იმისა, რომ კარიერად შედგა ჩემი საკუთარი რეალიზებული ვარ, ვერ ვიტყვი, მაგრამ მთელი ცხოვრება აი რაღაც მაკლდა და მაწუხებდა. აი ეხა მივხვდი ბოლოს, ეს მოხდა რაღაცა აი უკავშირით მოხდა ჩემი შვილიდან გამომდინარე. ჩემი შვილს როცა დაამთავრა, მინდოდა ჩაებარებინა იურიდიულზე. მითხრა, რომ არა მაქვს სურვილი, მე მინდა ვიყო რეჟისორი. და მინდა ჩავაბარო. ჩემი და გამომდინარე მე რომ ესე
განვიცდიდი ჩემ პროფესიისამ არ შეუშალე ხელი და აი რო ვხედავ რა ბედნიერია თავის საქმეში, როცა თავის საქმეს აკეთებს. აი ამ ასაკში გადავწყვიტე ჩემი სურვილის ასრულება და პროფესიის შესვლა. ეხლა შეუდექი ფსიქოლოგიის შესწავლას და ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ამდენი წლის მერე მე ჩემი სურვილი. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება და ჩვენ თითქმის ყველა გადაცემაში ამაზე აქცენტს ვაკეთებთ, რომ უნდა ვეცადოთ თუნდაც წარუმატებლობაში თუ განსაცდელში ვეძებოთ პოზიტივი, ვეძებოთ სარგებელი. ფსიქოლოგია რომ ისწავლოთ და მით უმეტეს ის განხრა, რომელსაც თქვენ დაეწაფეთ ახლა ეს ფსიქოთერაპიის სწავლა გადაწყვეტეთ, ამას ჭირდება ასაკი და ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ევროპაში ეს საკითხი დგას, რომ 25 წლის ზემოთ უნდა დაიწყოს ადამიანმა ამის სწავლა და სპეციალური განათლება და გარკვეული გამოცდილება პირადი, ასე ვთქვათ, თერაპიისაც უნდა გაიაროს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არაფერია დაკარგული ამ შემთხვევაში, მაგრამ აი რისკია, ძალიან დიდი რისკია, რომ თუ ჩვენ ძალიან ზედმეტ მომთხოვნელობით ვაიძუნებთ ჩვენს შვილებს და წნეხის ქვეშ ვარჩევინებთ აი ამ პროფესიას, შეიძლება შემდგომში ეს სურვილი და მოთხოვნილება არც კი გაღვივდეს. თუმცა არის მე ახლა რაღაც გამახსენდა საინტერესო დეტალები ზუსტად აი ამ თვალსაზრისით, როცა მშობელი აძალებს შვილს რაიმე კონკრეტულ პროფესიაზე გააკეთოს არჩევანი, ძალიან ბევრ გენიოს პიანისტს თავის მემუარებში მშობლებზე აქცენტი რა თქმა უნდა მშობელი ზედმიწევნით აქტიურობდა და ძალადობდა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება იქ ფიზიკური შეხებაც იყო რომ 24 საათის მანძილზე გამები თუმცა მე ისინი გენიოსები გახდნენ ამ პროფესიაში და თავისი პროფესია ძალიან უყვარდათ იყვნენ კი ბედნიერები. აი ზუსტად ეგრევე იქით რა არის ადამიანი რომელიც რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტს უკრავს და შენ სიამოვნებას განიჭებს და შენ ბედნიერი ხარ როცა მას უსმენ. ესე იგი ის ბედნიერი. ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მხარეა, რა თქმა უნდა, პროფესიული რეალიზაცია, მაგრამ აქ არ უნდა დაგვაუწყდეს ერთი რამ. პირველი, რომ იმ ეპოქაში აღზრდის მეთოდი იყო ფიზიკური დასჯა და ჩვენ ძალიან სერიოზულ ევროპულ და არა მხოლოდ ევროპულ გიმნაზიებში ვიცით ისტორიულად რომ და ფიზიკური დასჯის მეთოდები ითვლებოდა კარგ ბრიტანეთში 60-იან წლებამდე იყო დღესაც არის შემორჩენილი უძვირესი კოლეჯები და სკოლები სადაც მაინც ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ნაკლები დოზით, მაგრამ იყენებენ ამას. მე მეუღლე მყავს ინგლისელი, მანჩესტერელია და იხსენებს, რომ ჩვენ ესეთი რკინის სახაზავით ხელებზე მას გვირტყავდნენ, როცა რაღაცა უამრავი ისტორიული ფაქტი, ამიტომ ჩვენ თუ იმ ეპოქიდან ამას ვიხსენებთ, ეს იყო ძალიან მიღებული, ჩვეულებრივი, რა ფსიქოლოგიურ უარყოფით გავლენას ახდენდა ამას თუ ჩვენ წავიკითხავთ ამ გენიოსების ბიოგრაფიას და ფსიქოლოგიურად გავაანალიზებთ აუცილებლად მის პირადულში ვნახავთ სერიოზულ პრობლემებს თუმცა აქაც ესეც უნდა აღვნიშნოთ როცა ადამიანი ვუნდერკინდია და ეს არის ბავშვობაში უკვე გენიოსი და თუ კი იმ ეპოქაში ასეთი აღზრდის მეთოდებია, მაშინ სხვა არ დარჩენოდათ რა მათ მშობლებს რომ ამ გზით მიეცათ მაქსიმალური განვითარების იმპულსი ამ ადამიანებისათვის. შემდეგი კითხვა მინდა დაგისვათ. აი გაიხსენეთ თუ შეიძლება თქვენ შვილებთან დამოკიდებულებაში როდესაც მათ ყველაზე ძალიან გამოუყვანი ხართ წყობიდან. როგორ იყო თქვენი უკავშირი ასეთ დროს? მე მქონდა ესეთი შემთხვევა, მაგალითად, ვარ ძალიან დემოკრატი დედა, მე ესე ვთვლი. სამი შვილი მყავს და ხელი არ გამირტყია, ისე გავზარდე სამივე. ერთადერთხელ მქონდა შემთხვევა, როცა ჩემ უფროს ვაჟს მათემატიკას ვამეცადინებდი და რაღაც ვერ გაიგო, უხსნი ვერ გაიგო. ისე გამოვედი წყობილებ და სხვაგან მიდიოდა ფიქრებით. შევაჭანჭყარე, ნუ მომისმინე, რატო არ გესმის? აი ამ დღნის მანძილზე 26 წლისა არ დაავიწყო და აი დღესაც მახსენებს ხოლმე შენ რომ მე მაშინ მათემატიკას რომ მიხსნედი გახსოვს მე არ მახსოვს აი თვითონ ეს ფაქტი აღარ მახსოვს იმას ისი ახსოვს არ ავიწყდება ისე გარკვეული დაღი დაასვა ეს არც ისე აი სერიოზულად და ისე კი არა უბრალოდ ეს იყო აი ძალიან წარუშლელი დაბეჭდილება დატოვა ამ ყველაფერს ადამიანებს არაფერი არ გვაუწყდება განსაკუთრებით როცა ფიზიკურ ზემოქმედებაზე საუბარი რა თქმა უნდა მშობელს ერთხელ მაინც უწევს თავისი ცხოვრების მანძილზე შვილთან ურთიერთობაში ან ხელი შემოარტყას
გვინდა თუ არ გვინდა ხო, რა თქმა უნდა, ესეთი რამე ხდება. მეც მახსოვს მამაჩემისგან ერთი კარგი ალიყური და ჩემშიც ახსოვს. ჩემგან. კიდე ჩემი და მე დამყავს 50 წლის არის ახლა და მახსოვს, აი ბავშვი ვიყავი, მე პატარა ვარ მასზე, წლოვანები და რაღაცა ისეთი დღიურები რო იყო თუ გახსოვთ, აი ეს ამოუჭრია რაღაცები და მამაჩემმა უპოვა და ეს არ მოეწონა მამაჩემს და მახსოვს, რომ აი ესეთი რაღაცა აი აქ აუწია. 50 წლის ქალს ეხლა სრემლები მოზდის, რომ გაახსენდება, რომ მამამ მაგას ესეთი რაღაცა გაუკეთა. იცით, განსაკუთრებით ამახსოვდებათ რა შემთხვევაში, იცით? როდესაც კონტრასტის ეფექტი მუშაობს. აი თქვენ ხაზგასმით ბრძანეთ, რომ მაინც დემოკრატიული აღზრდის პრინციპებს იზიარებთ და სხვა შორის განსაკუთრებით ამახსოვდებათ, აი როგორც ამოვარდნილი კონტექსტიდან ერთი მძიმე ეპიზოდის შეიძლება ასეთი სახითაც იმ ბავშვებს, რომელთაც ზრდიან სიყვარულით, ზრდიან დემოკრატიულად, ზრდიან მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, დიალოგისა და ახსნა-განმარტების რეჟიმში და არის შემთხვევა, როცა ვერ იკავებს თავს დასრული, რაღაც განსაკუთრებულად გამოდის წყობიდან და აი შეურაცხყოფს მას ამ ფიზიკურად, ან სიტყვიერად და აი რამდენადაც დიდია განსხვავება აღზრდის სტილისა და იმ შემთხვევის კონტრასტის ეფექტი მუშაობს და სწორედ ეს ძლიერი შთაბეჭდილება მას ამახსოვრდება და რა კვალს დატოვებს ეს მის პირად ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე არის დამოკიდებული. კი, ხანდახან როგორ არ დამისჯია ნამდვილად, მაგრამ ეხლა ესე ძალადობრივი ფორმით არა. ან კუთხეში დამიყენებია, ან რა ვიცი, ცოტა ხმამაღლა შეიძლება მომსვლია ნათქვამი. დამისჯია მსუბუქად, საყვედურით და რა ვიცი, შედეგი როგორ გითხრათ, მაგრამ უფრო ნამუსზე შემიგდია. გავრაზებული ვარ ხანდახან ბუნებრივია და წამომირტყავს კიდევაც. დაასჯა ალბათ რაღაც საყვარელდივ წარყიდულობ და შედეგი არის მინდა გითხრათ. შეიძლება ცოტა დაუყვირო თუ იცელქებს, მაგრამ როცა უკვე დიდია და შეგნებულია, ისე საუბრით რაღაც მაგალითით დასჯა ცოტია არ უნდა დასაჯო. არიან ოჯახები, სადაც ძალადობა საკმაოდ ნორმა. ხო, და ფული ფორმებით ხორციელდება. ამაზე ჩვენ მეორე ბლოკში ვისაუბრებთ, გიორგი. რა მოყვება აი ასეთ სისტემატიზებულ ძალადობას? დღეს უკვე ძალიან მძიმე და სერიოზული ტერმინია სისტემური ძალადობა. როდესაც ეს არის სისტემა, ამ შემთხვევაში აღზრდის სისტემა, ეს სავალალო შედეგებს იძლევა და ჩვენ გვექნება ამაზე საუბარი. აქ მინდა ახლა სხვა რაკურსით წავიყვანოთ ჩვენი მსჯელობა და ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ შვილები ძალადობენ მშობლებზე და ისინი სხვადასხვა მანიპულაციური მეთოდებით აიძულებენ შეუსრულონ სურვილები და ეს გარკვეულწილად საკუთარი ნების წინააღმდეგ ქმედებას იწვევს ხომ მშობლებში. აი როგორ იქცევით ასეთ დროს, როდესაც ან როგორ იქცეოდით, როგორ ახერხებდით ამ პრობლემურ ვითარებებთან გამკლავებას? შვილი პატარა მყავს 8 წლის. და აღმოჩნდა, რომ ეს 8 წლის ბავშვი კია, მაგრამ საკმაოდ დაკვირვების უნარი აქვს. ესე იგი მიხვდა, რითი შეუძლია ჩემზე ძალადობა, როცა რამეს მთხოვს და აი პრეტენზიულია და ისეთი ტონი აქვს, არასოდეს არ იღებს იმას, რაც უნდა. მიხვდა, რომ ჩემზე მოქმედებს იმისი მოწყენილი სახე და ცრემლიანი თვალები. ანუ მანიპულაციის ეს საშუალება მოაქვს. სხვათა შორის ქალბატონთია მე თვითონ ყოფილვარ ისეთი, ასე ვთქვათ, ცუდი ბავშვობაში, რომ დედაჩემი სულ იძახდა, ნეტაო შენი შვილიო, შენ რო იყავიო, ისეთი რომ გამოცადო, რას მაცდევინებდი მეო. აი რასაც ვიტყოდი, აუცილებლად მას შეესრულებინათ ოჯახში. მამას დედას ძალიან. მაგრამ ეს სხვათა შორის ძალიან ცუდ შედეგად არც ეს არ შეიძლება ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე 19 წლის ასაკში გავთხოვდი ახალი ოჯახი შექმნი და ეხლა ახალ ოჯახში ბოდიშით მითხრეს და ყველაფერი არ გამოვიდა ისე როგორც მე მინდა, ხო? იკაპრიზე რამდენიც გინდა რაღაცაზე უნდა უარი თქვა, რაღაცაზე უნდა ხო თქვან, იმას ისი უნარიც თქვენ განვითარებული არ მქონდა და ესე იგი კარგი 2-3 წელი ისეთი დეპრესიული პატარძალი ვიყავი ხალბატონთია. ხო, იცით, იმიტომ რომ ყველა ალბათ პატარძლების უმეტესობა დეპრესიულია, იმიტომ რომ უცხო გარემოს უნდა შეეგუოს ერთხელ და საუბედავ. სისტემაში უნდა ჩაეწეროს როგორმე. ფილთან მიმართებაში პირადად მე მქონდა ისეთი სიტუაციები, აი ცოტა მოძალადე და თვითვლებოდი ალბათ. ცოტა კი არა კარგად. ანუ თქვენ როგორც მომსწრე გაქვთ.
ვიცოდი რა ჩემი შვილის შესაძლებლობა ძირითადად სწავლასთან დაკავშირებით ჰქონდა კამათი და ნუ ალბათ ყოფილა სიტუაციები, როდესაც მიცემია კიდევაც, მაგრამ დღესაც 26 წლის გოგო მაგას მახსენებს ყოველთვის და იმდენად რადიკალურად შევიცვალე, ბებია სულ სხვანაირი ვარ. ანუ მეორე უკიდურესობაში. მეორე უკიდურესობაში გადავარდი. ბებია უსრულებს შვილიშვილს ყველაფერს თვითონ. ინანეთ ალბათ ხო, რომ ფიზიკურად დედით მასზე ზეწოლას. კი, ძალიან ვინანე. და მივხვდით რომ ეს შეცდომა იყო. მით უმეტეს, როდესაც თქვენი გოგო გახსენებთ ამის. მაგრამ აი საინტერესოა თია, რომ ხა ჩვენ მეგობრები ვართ და ალინა აი თვითონაც მკაცრი დედაა. აჰა. მიუხედავად იმისა, რომ დედამისი მკაცრი იყო, მაგრამ საკმაოდ მკაცრია და ბებია ისეთი ლიბერალი ყავს, რომ აი სულ მაგაზე კამათობენ, სულ ეჩხუბება რომ ათამამებ ბავშვებს აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ შეიცვალა. პარადოქსია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ადამიანს არ მოსწონდეს თუ როგორ აღზარდეს, ანუ გარკვეული პრეტენზიები ქონდეს მშობელთან, გარკვეულ მიმართებებთან და ქცევასთან დაკავშირებით, იმდენად არაცნობიერად ითვისებს ამ ქცევის და მიმართების მოდელებს ბავშვი, რომ შემდეგ სრულიად არაცნობიერად ზოგჯერ თავისი ნების საწინააღმდეგოთაც კი ისე იქცევა, როგორც სულ არ მიიჩნევს რიგ შემთხვევაში ობიექტურად ეჯავრებოდა. ცოცხალი მაგალითია ჩემს ოჯახში. ძალადობა ძალიან ისეთი ფართო მცნებაა, განსაკუთრებით ახლა ჩვენ ოჯახზე ვსაუბრობთ, მაგრამ მოდით აბა მე ესეთი რაღაცა გამახსენდა. ნუ თუ არ არის ძალადობა, როცა სკოლაში საზეპიროებს აძალებენ რომ ისწავლონ. ანუ ოჯახში საზოგადო ადგილას, სადაც თქვათ იგივე სკოლაში ხდება ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, სახლში მშობელსა და შვილს შორის, ზუსტად გაკვეთილებთან მიმართებაში. ჩვენ რატომღაც ვირჩევთ ფორმას ზეწოლის, ანუ იძულებულს ხვდით კონკრეტული რაღაცა მასალა დაიზეპიროს, დაიზუთხოს თუნდაც, არ აქვს მნიშვნელობა. ვიდრე ეს გავხადოთ მსჯელობის საგანი. შეიძლება მე ფიზიკა არ ვიცი კარგად, ან მათემატიკა, მაგრამ მე ვეფხისტყაოსანთან რაღაცას ვიტყვი თეა ბოდიში, ვეფხისტყაოსანთან ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება მაქვს და ძალიან წინს რომ მთელი ჩემი შეხება ამ უდიდეს ნაწარმოებთან, ჩემი პირველი ხო, შეხება სკოლაში იყო ძალადობრივი ფაქტიურად, იმიტომ რომ ჩვენ არ ვშელობთ იმ გენიაზე, რაც იყო ამ ნაწარმოებში. ვაზეპირებდნენ, გვაიძულებდნენ და გარკვეულწილად ძალიან ბევრს შეძულდა ამის გამო. მაგრამ ეხლა შესულილია დამოკიდებულება მე რამდენადაც ვიცი, აღარ არის. საქმე იმაშია, რომ რას აძლევს სკოლა, ეს განათლების სისტემის თემაა თავიდან ბოლომდე, რა მასალას აძლევს საზეპიროთ, ეს სულ სხვა თემაა. რამდენად მართლა არის საჭირო შოთა რუსთაველის დაზეპირება, ეს ცალკე მსჯელობის საკითხია, მაგრამ მოდით ვთქვათ, რომ ინტელექტის ფუნქციები არის სხვადასხვა. მსჯელობა და ანალიზი, ეს არის ინტელექტის ერთი ფუნქცია და მეხსიერება და ამ გაგებით დამახსოვრება მასალის. კიდევ მეორე და სამწუხაროდ გაზეპირებისა და აი ამ ფუნქციის გავარჯიშების გარეშე მეხსიერების, როგორც ასე ვთქვათ, ფუნქციის განვითარება, შესაძლებლობების განვითარება ვერ ხერხდება. ამიტომ აუცილებელია რომ დაიზეპიროს და აი ეს ფუნქცია ავარჯიშოს ბავშვმა, მაგრამ გააჩნია რას დაიზეპიროს. ოღონდ ვეფხისტყაოსნის ხარჯზე არა. კი ბატონო და თქვენ იძულებაზე ბრძანეთ. მე არ მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა ასე გაიგოს, თითქოს საერთოდ იძულება, ყველა სახის იძულება, ეს არის ცალსახად ნეგატიური ფორმებია განსხვავებული, რაც სხვადასხვა გავლენას ახდენს. თორემ შიგნით ხდება, ანუ ინტერიორიზაცია, გაშინაგდება ხდება ხოლმე აი ამ საჭიროების მიხედვით ძალისხმევას და თავის იძულებაში გადადის ის, რაც ჯერ გარედან არის იძულების სახით მოტანილი, მაგრამ როგორ ხდება ამ იძულების მოტანა? ნებისყოფა და საერთოდ ნებელობაზე სამწუხაროდ დღეს დასავლეთ ევროპის მეცნიერები, ფსიქოლოგები საერთოდ აღარ მსჯელობენ სამწუხაროდ, მაშინ როდესაც ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში, უზნაძის სკოლაში ნებელობის საკითხი ძალიან სერიოზულად დადგა და შესწავლის თემა იყო დღევანდელ დღემდე, იმედია რომ მოვახერხებთ ამ კვლევების გაგრძელებას. იცით, ნებელობა ეს არის ადამიანის შინაგანი ძალისხმევის უნარი.
ის იყოს თავისუფალი. ჩვენ ხშირად არასწორად გვაძლევენ ინფორმაციას იმის შესახებ, გვესმის მედია, სულ ჩაგძახის, იყავი თავისუფალი, აკეთე რაც გინდა. აკეთე რაც გინდა, ეს არის იყო შენი სურვილების მონა და თავის უფალი ნიშნავს კონდეს უნარი, შენ იყო შენი თავის ბატონი, ანუ გააკეთებინო შენ თავს ის რაც მიგაჩნია შენვე სწორად, შენი ფასეულობებიდან გამომდინარე და იცით რა, როგორ შეიძლება განა ადამიანი იბადება ამ უნარით შეძლოს იბადება აპრიორი აი ამ ტენდენციით, ამ შესაძლებლობით და ამ უნარს განვითარება ჭირდება. თუ არ მოხდა გავარჯიშება, ტრენაჟი აი ამ ფუნქციის, მაგრამ თუ არ შეხვდა ისეთი გარემო, აღზრდის გარემო, რომ ეს უნარი თუ არ გავარჯიშდა და გარემოდან მოდის საწყის ეტაპზე. როგორ არის სწორად ამის წარმართვა აუცილებელი და რა რისკებია თავიდან ასაცილებელი, ამაზე ჩვენ გვექნება შემდგომ გადაცემებში მსჯელობა, მე მინდა პატარა ინტრიგად შემოვიტანო და ჩვენი მაყურებელისთვის უფრო საინტერესო გავხადო შემდეგი გადაცემები ჩვენ სტადიების მიხედვით გვექნება ასაკობრივ თავისებურებებზე და მიდგომებზე, როგორც აღზრდის უკვე კარგად შესწავლილ თემაზე საუბარი. ახლა ჩვენი რეკლამის დროა, დარჩით ჩვენთან, ძალიან მალე ჩვენ დავბრუნდებით ძალიან საინტერესო საკითხებით და გავაგრძელებთ ამ თემაზე ოჯახურ ძალადობაზე საუბარს. აივ ინფექცია მაქვს. იზოლებული ვარ სახე დავფარო, რადგან აივ ინფექციის გამო. მე სამსახურიდან დამითხოვეს. მე ექიმი არ მივიღო. მე ახლობლები თავს მარიდებენ. ბევრმა არ იცის, რომ საყოფაცხოვრებო კონტაქტებით აივ ინფექცია არ გადადის. სტიგმა და დისკრიმინაცია ხშირად გვაიძულებს ინფიცირებულებს დავმალოთ ჩვენი სტატუსი და კიდევ უფრო გარიყულად ვიგრძნოთ თავი. დავეხმაროთ ერთმანეთს და ერთად ვებრძოლოთ ამ დაავადებას და არა დაავადებულ ადამიანებს. შევწყვიტოთ ინფიცირებულთა დისკრიმინაცია და სტიგმატიზაცია. მოდის ახალი 2013 წელი. მივმართავთ ყველა ბედნიერს. თქვენს იქით სხვა სამყაროა. სამყარო, სადაც ბავშვებს არ აქვთ სახლი, სითბო, საწოლი და ნაძვისხე. თქვენ შეგიძლიათ 2013 წელი ამ პატარებს ბედნიერების წლად უქციოთ. დარეგეთ ნებისმიერი მობილური და ფიქსირებული ოპერატორიდან 0901 500 546. ნებისმიერი სახის დახმარებისთვის დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს ხელხაზზე. პროექტს ანხორციელებენ საქველმოქმედო ფონდები, ქველმოქმედთა სახლი მომავლის გზა და იმედის ხელი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი imedisxeli.g. გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირის მისია საქართველოში და პირველი არხი წარმოგიდგენთ. ქართული ტელე, რადიო, ონლაინ და ბეჭდური მედიის მონიტორინგი პირველზე. მედია მონიტორინგი. ისინი ამბობენ, რომ მუსიკის სმენა მათთვის გართობა არასდროს ყოფილა. ისინი ამბობენ, რომ ახალი მუსიკა ყოველთვის ახალი თავგადასავალია. ისინი ამბობენ, რომ არასდროს ეშინიათ ახალი თავგადასავლების. ისინი ამბობენ, რომ შენ ხარ მუსიკა, სანამ მუსიკა გრძელდება. უცნობი მუსიკა. კახა თლორდავასთან და გია ხადურთან ერთად. გადაცემის პარტნიორია ფესტივალი რესტორაცია დივანი. პროფესიონალი მზარეულები პროფესიონალურ გარემოში. დღეს რას აკეთებ? კრეპებს ვაკეთებ. ფრანგული თემაა, ხო? მე ავსტრიული. თამთა და ვახო აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის მზარეულებთან გაერთიანდნენ. დღეს ჩვენ როგორც 4-ვენი არაჩვეულებრივი საქართველოს პროფესიონალი მზარეულები. როგორ ამზადებენ მზარეულები კერძებს საკუთარი თავისთვის. დღეს საღამოს 7 საათზე. გურმანია პირველზე. კულინარიას გამოსცემს.
ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში, ჩვენი გადაცემის თემაა ძალადობა ოჯახში. თქვენ უყურებთ ფსიქოლოგიურ ток-შოუს ჩემი ოჯახი. შეგახსენებთ, რომ დაგვიკავშირდეთ Facebook-ზე და დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე. ახლა კი თქვენი კითხვები ფსიქოლოგს. ქალბატონთი, ერთი კითხვა მაქვს მე ხა, რადგან ესეც ძალიან პატარა ასაკში ჩემი შვილის ცხოვრებაში მეტნაკლებად ჩაერია ჩემი ოჯახი და მე პირადად, მინდა ესეთი კითხვით მოგმართოთ, აი რომელ ასაკშია შესაძლებელი რომ ბავშვს მიმართულება მიცე თუ საერთოდ არ უნდა ჩაერიო და არ უნდა აიღო შენ სადავეები შენ ხელში მისი პროფესიის არჩევის დროს. საერთოდ ფსიქოლოგიაში ეს პროფესიული ორიენტაციის ტესტები არსებობს, რომელიც მორგებულია, აქ მინდა მაყურებელს ხაზგასმით აღუნიშნო ის, რომ თუ ტესტი არ არის ადაპტირებული ადგილობრივ მოსახლეობაზე, გამორიცხულია, რომ მან სწორი შედეგი მოგცეს. ამიტომ ადაპტირებული ტესტით შესაძლებელია უკვე უფროს კლასელებში, ანუ სადღაც მე-7 მე-8 კლასიდან დადგინდეს ის ერთის მხრივ ცნობიერი განწყობები, რა უნდა მოზარდს და ჩვენ ახლა კვლევას ვატარებთ, რამდენად ახდენს სოციალური გარემო, მშობლები, მათი არარეალიზებული განწყობები სწორედ ამ ცნობიერი სურვილების ფორმირებაზე. და არის კიდევ არაცნობიერი განწყობები, ანუ რა ტენდენციები, რა ნიჭი, რა უნარები აქვს ადამიანს და სად შეიძლება რეალურად მისი მონაცემებიდან გამომდინარე ის იყოს რეალიზებული და წარმატებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სადღაც უფროს სასკოლო ასაკამდე ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ბავშვებს მოსინჯონ თავიანთი თავი, რაც შეიძლება მეც სფეროში, რა თქმა უნდა, თავიანთი სურვილიდან გამომდინარე. აი ზუსტად რა გაინტერესებს, სად გინდა, რომელ წრეზე გინდა იარო და ვთქვათ შეთავაზება, ზოგჯერ არ იცის ბავშვმა, რა უნდა მას შეთავაზება, მოსინჯვა, ბავშვი ზოგჯერ უარს ამბობს და ამბობს, არა ეს არ მინდა, არ უნდა დავიზაროთ, რომ სხვა შევთავაზოთ, სხვასთან შეხების კონტაქტში მოსვლის შესაძლებლობა მივცეთ და აი ვარირებაც ცვლა, რომელიც ხშირად მე გამოცდილებაში მაქვს მშობელს აშინებს და მეუბნება, რომ რაღაც დაუმთავრებელი ტიპი ხომ არ ყალიბდება ჩემი შვილი, რომ ხან ერთის მოსინჯავს, მიატოვებს, მერე მეორეს ის ეძებს თავის თავს. ხშირად ბავშვი ეძებს, შინაგანად ვერ განსაზღვრავს, რა არის ის, რაც არის მისი და ჩვენ უნდა მივცეთ ამის საშუალება. თუმცა უკვე უფრო სასკოლო ასაკში ჩვენ შეგვიძლია დავახმაროთ უკვე ფსიქოლოგიაში არსებული გამოცდილება, ის ასე ვთქვათ, საკვლევი მეთოდები, რომელიც უფრო მოკლე გზით გაიყვანს წარმატებისაკენ, ვიდრე ცდის და შეცდომით გზით შეიძლება აღმოჩნდეს. მე მაინტერესებს, შეიძლება თემასთან ისე ახლოს არ არის, მაგრამ ახლა სკოლასთან მიმართებაში წამოვიდა ლაპარაკი. აი ხა პრაქტიკაშია ბავშვი მე-9 კლასში, მე-10-ში, მე-11-ში ცუდად იქცევა და სკოლიდან აგდებენ. აი ჩემ დროს ამას ისეთი ცუდი შედეგი მოყვა ჩემი კლასელი როცა გააგდეს სკოლიდან, ორი ბავშვი გააგდეს, ერთი დაბრუნდა და რომელიც შედგა და მეორე საერთოდ გზასაც და აი ხა არც ფსიქოლოგია სკოლაში, არც დახმარება და აი უცებ იღებენ გადაწყვეტილებას და აგდებენ ბავშვს სკოლიდან. სამწუხარო ფაქტია ეს ნამდვილად იყო, რომ ფსიქოლოგი გამოაძევეს პირდაპირ სასკოლო გარემოდან, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დგას, ჩვენ გარდამავალ პერიოდში ვართ, გაგვიგრძელდა ეს პერიოდი ძალიან, ვერ დავასრულეთ განვითარების ეს ეტაპი ჯერ და ამ ხრივ ფსიქოლოგი, რა თქმა უნდა, განვითარების ამ ეტაპზე ყველაზე მეტად არის მხარდამჭერი და დამხმარე. მაგრამ მე მინდა სიხარულით ვთქვა, რომ დღეს ეს საკითხი გარკვეულია და სკოლაში დაბრუნდება ფსიქოლოგი ძალიან მალე და ის გახდება ისევ და ისევ ჩვენი მშობლების მხარდამჭერი და ფასილიტატორი, მედიატორი მშობელსა და მასწავლებელს შორის, იქ სადაც არის პრობლემა. და თუ ჩვენ კითხვაზე პასუხს ვეცდებით, რამდენად არის მიზანშეწონილი სკოლიდან გაშვება, ეს არის ის აი ყველაზე უკიდურესი ზომა, როდესაც ვერაფერი სხვა ვერ მოხერხდა და ეს იზოლაცია და სხვა სკოლაში გადაყვანა ამ შემთხვევაში ისიც ძალიან ფაქიზად უნდა იყოს გაკეთებული, ეს არის ყველაზე უკიდურესი ზომა, რადგან თქვათ აი ამ გარიყვის, ხელის კვრის, გაგდების ასე ვთქვათ, გამოცდილებაში ქონა, რა თქმა უნდა, თვითშეფასების დაქვეითებას იწვევს, არასრულფასოვნების განცდას უწევს პროვოცირებას და შემდეგ გაცილებით უფრო მეტი პრობლემის წინაპირობა შეიძლება გახდეს, ვიდრე საერთოდ ის შეიძლება ცელქობა და ის პრობლემები, რომელიც ასაკიდან არის გამომდინარე. ბავშვს მოძალადეთ აყალიბებს, დამცირება, შეურაცხყოფა, დათრგუნვა.
მე მგონი რომ ზოგადად ფსიქოლოგის ადგილი ჩვენ საზოგადოებაში ყველა მიმართულებაშია დაწყებული სკოლიდან დამთავრებული ძალოვანი სტრუქტურებით ეს უახლოესმა მოვლენებმა აჩვენა ჩვენი წარსულიდან რომ აუცილებელია დასავლეთში ეს პრინციპი გათვალისწინებულია და ყველგან ფაქტობრივად ყველა სამსახურში არის ფსიქოლოგი განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში ეს სამხედრო იქნება თუ პოლიცია იქნება. პირიქით ავალდებულებენ რომ თვეში ერთხელ გაიაროს ყველა გარკვეული ტესტირება, რომ ის ნორმალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და სხვა ზიანს არ მიაყენებს თავისი სამსახურეობრივი მოვალეებიდან გამომდინარე. მე ახლა უშუალოდ რა კითხვა მაქვს. მთლიანად მე როგორც კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული მოქალაქე ყოველთვის ვანიჭებ უპირატესობას პარტნიორულ ურთიერთობებს. არა აქვს მნიშვნელობა ასაკში რა სხვაობა არის. ბავშვი 5 წლისა, 6 წლისა თუ 16 წლისა არ აქვს მნიშვნელობა. მასთან ურთიერთობა ეს სკოლაში იქნება თუ ოჯახში იქნება, მაინც მგონია, რამდენად თქვენ მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების დანერგვა, როგორც ოჯახში, ასევე თქვენ პარტნიორულ ურთიერთობებში, როგორც მე მივხვდი, დემოკრატიული სტილის ურთიერთობა, როგორც დიალოგზე, ახსნა განმარტებაზე, კითხვა-პასუხზე, ურთიერთგათვალისწინებაზე, საკუთარი აზრის გამოხატვის ახალისებაზეა. თავისთავად არის ეფექტური ამაში დღეს ეჭვი არავის შეაქვს, რადგან კვლევები გვიდასტურებს და ფსიქოლოგია ის მეცნიერებაა, სადაც მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ გარკვეულ საკითხებზე და მივცეთ რეკომენდაციები კონსულტირების დროს. უნდა ვთქვათ, რომ თუ სამი ტიპის ურთიერთობა, როგორც აღზრდის სტილი, დემოკრატიული, ლიბერალური და ავტორიტარული ეს სამი სტილი თუ შევადარეთ ერთმანეთს, ცალსახა პრიორიტეტი აქვს დემოკრატიულს და სწორედ აი ეს უკვე ჩამოთვლილი ურთიერთობების პარამეტრები არის აქ გადამწყვეტი და ავტორიტარული როგორც ნეგატიური გავლენის მქონე და სწორედ ავტორიტარიზმში უკვე დევს რისკი ძალადობის, ძალადობრივი ურთიერთობის, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური ძალადობა ყველაზე რთული თემაა. თუ ჩვენ კანონით შეგვიძლია მარტივად განსაზღვროთ ფიზიკური ძალადობა, იმიტომ რომ სხეულის დაზიანება და სხვა კვალი ფიზიკური სხეული და მატერია გაცილებით უფრო მარტივია ვიდრე ფსიქიკური მოცემულობა და ამიტომ აქ უფრო თვალსაჩინოა, იმიტომ რომ გარე გამოხატულებასთან გვაქვს საქმე და ფსიქოლოგიური კი ძალიან ფაქიზია და სწორედ აი ამის გამო ავტორიტარული აღზრდის სტილი რა თქმა უნდა მოიცავს სწორედ ძალადობრივი ურთიერთობების რისკებს და ლიბერალურიც დღეს ძალიან მოსაწონი და მაღალი ფასეულობის მქონე ცნებაა ლიბერალიზმი, მაგრამ სამწუხაროდ კვლევებმა აჩვენეს, რომ ლიბერალური აღზრდის სტილი აკეთერაც გინდა, მით უმეტეს ბავშვობაში ეს არის ხელი კრაშულს ცდის და შეცდომის გზით იაროს და ვინ იცის რა სოციალური გავლენის მსხვერპლი შეიძლება ის მოხდეს. ამ შემთხვევაში პარტნიორული ურთიერთობები პარტნიორული და დემოკრატიული ურთიერთობა არის ცალსახად პრიორიტეტული და დადებითი შედეგების მომტანი. მინდა გითხრათ, რომ კვლევები ჩატარდა ამერიკაში და აღმოჩნდა, რომ სწორედ დემოკრატიულმა აღზრდის სტილმა შეიძლება IQ-ს, ანუ ჩვენი ინტელექტის კოეფიციენტი გაზარდოს. დროში გახანგრძლივებული დაკვირვება გვაძლევს კვლევის საშუალებით გავაკეთოთ დასკვნა, რომ ეს ცალსახად არის პრიორიტეტი და ნამდვილად რეკომენდირებული. მაინტერესებს ესეთი რამ, აი ბავშვი როდესაც თქვათ პრეტენზიას გამოთქვამს მასწავლებლის მიმართ. აი არ მინდა ამ წრეზე სიარული, იმიტომ რომ მასწავლებელი უხეში არ მომწონს. გამოიყვან ერთი წრიდან. მეორეზეც იგივე სიტუაცია. აი ამ შემთხვევაში მშობელი როგორ უნდა მოიქცეს? თუ მესამედაც ისევ ბავშვს აქვს ეს პრეტენზია. ჩემი ახლობლის ბავშვს აქვს ზუსტად ეს მომენტი და აი პრობლემის წინაშე დგან, არ იციან როგორ მოიქცნენ. თუ ერთი და იგივე მიზეზი სახელდება და სამივე შემთხვევაში მასწავლებელი როცა არის ცოტა უხეში და ცოტა ისე. როგორც ჩანს სახლში არ ეუხეშებიან და ეს კარგია რომ არ ეუხეშებიან და თუ ისევ იგივე პრინციპი კონტრასტის ეფექტი მუშაობს, რაც უფრო განსხვავებულია, იცით ჩვენთვის ჩვეულსა და არსებულს შორის განსხვავება რაც უფრო დიდია ეს დამტკიცდა განწყობის ფსიქოლოგიაში, რომ ეს კონტრასტის ეფექტი თურმე ჩვენ სოციალურ მიმართებებშიც დიდ როლს თამაშობს. დიახ, რაც უფრო დემოკრატიულად მზდიან მე, მით უფრო მეტად
ვერ ავიტან აი ავტორიტარულ თავადობრივ ურთიერთობას. მე ვთვლი რომ მშობელმა უნდა გაარკვიოს ვითარება თუ ნამდვილად სამწუხაროდ მასწავლებლების გარკვეული კატეგორია არაპედაგოგიურად ურთიერთობს და ზიანს აყენებს ბავშვს თავისი მიმართებებით და ასეთ მასწავლებელთან ბავშვის დატოვებას ნამდვილად ჯობია რომ მრავალჯერ გამოიცვალოს ამ შემთხვევაში ეს წრე და მოიძებნოს ის მასწავლებელი რომელთანაც ბავშვი კომფორტულად იგრძნობს თავს მაგრამ კიდევ ვამბობ უნდა კარგად გავიაზროთ და გამოვიძიოთ ნამდვილად არის ეს ობიექტური არგუმენტი თუ აქ სუბიექტურ ვითარებებთან გვაქვს ადგილი მაშინ უნდა გავიგოთ რატომ აღიქვამს ასე ბავშვი. იცი რა აი როცა 40 ბავშვია გუნდში ბუდიში და 40 ბავშვია გუნდში და იმ მასწავლებელს უწევს ხმის აწევა ამ შემთხვევაში ლაპარაკობენ ხალხური სიმღერის წრია და 40 ბიჭი იყავს. თავისთავად როცა ხმაურობენ ბავშვები ხო უწევს ხმის აწევა რომ აი დაწყნარდი გაჩერდი და ნუ იცით აი ძალიან ნატიფი ნიუანსია. ნახეთ როცა ზოგადად არის მიმართული მოწოდება და შეიძლება ისეთი ხმამაღალი ტონით და ბავშვი ამას თავის თავზე მიიწერს რაღაცა ხდება იქ არის გასარკვევი რატომ ვერ ახერხებს ბავშვი გამიჯნოს თავისი მე რომელიც ძალიან ადვილად შეიძლება საზღვრებ არეული აღმოჩნდეს ამ შემთხვევაში სოციალურ ჯგუფთან და იდენტიფიკაციის პრინციპით გაიგივების პრინციპით ის მან თავის თავზე მიიღოს უშუალოდ მაგრამ აი აქ შეიძლება მშობლის სამუშაო იყოს შეიძლება ფსიქოლოგის დახმარება იყოს საჭირო რომ მან მოახერხოს გამიჯნა მას პირადად კი არ ეჩხუბებიან და მასზე პირადად კი არ ახორციელებენ ესეთ ვთქვათ ზეწოლას ან ხმამაღალ უხეშ დამოკიდებულებას არამედ ეს არის ზოგადი და მან თავისი მეს გამიჯნა უნდა ისწავლოს თანდათან ხომ არ ეშმაკობს ხომ არ ეშმაკობს და უბრალოდ არ იქიდან გამომდინარე რომ მშობელი ურჩევს იმ გარკვეულ წრეებს როცა მარტო წრეზე არ არის აქ საუბარი და სკოლაზე არის საუბარი წრე შეიძლება შეუცვალო რამდენიმე წრე. სკოლას ვერ შეუძლეს. სკოლა. ძალიან კარგად შეუძლია. ჩემი უფროსი შვილი, რომელმაც არაერთი სკოლა გამოიცვალა, იმის გამო რომ მას აქვს სენზიტიურობა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და ჩემთვის უმჯობესია რომ ვთქვათ მე მივყვე მის სურვილებს ამ შემთხვევაში და არ ვამყოფო ის ფსიქოლოგიურ სტრესში. მე ვცდილობდი რომ აი რა არის ორს შორის შეიძლება უფრო მეტი რისკის მომდან. ამ პრინციპით ვირჩევდი. რა თქმა უნდა არ არის კარგი ეს ცვლა. რა თქმა უნდა ეს პრობლემას ქმნის რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ბავშვს არ აქვს ადაპტაციური პრობლემა, პირიქით ძალიან ადვილად ერგება სოციალურ გარემოს და იქ ვთქვათ რისკები დეზადაპტაციის და გარკვეული ჩაკეტვის ან ტრავმატიზაციის ნაკლებია, ვიცი წინასწარ დავხედავ, მაშინ რატომ არა? რატომ არ შეიძლება მოძებნოს მანც ის, რაც მისთვის ყველაზე მეტად არის მისაღები? აი ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა გაგრძელდეს ძიების პროცესი, მაგრამ ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიწინასწარმეტყველებთ ზუსტად როდის არის ის მოსალოდნელი, როდესაც ჩვენსაც ვიპოვნით ნამდვილად ჩვენთვის მისაღებს და ფსიქოლოგიურად ყველაზე მიზანშეწონილს. მე მაინტერესებს მშობელი, რომელიც თავის დროზე იყო ავტორიტეტი და მოხუცობაში უკვე შვილთან მიმართებაში იჩენს ზალადობას. აი როგორ აგრესიული გახდა. აგრესიული ხდება, მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას, რაც დაუშვათ შეუძლია შვილს გამოიჩინოს. და საერთოდ როგორ უნდა მოიქცეს შვილი ამ შემთხვევაში? და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა შვილი ზალადობს მშობელზე? ძალიან სერიოზული საკითხია. პირველიდან დავიწყებ, იცით თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ მშობელი, რომელიც მიჩვეულია ავტორიტარულ ურთიერთობას, ჩვენ ძნელად ვიცვლებით და რთულია ურთიერთობის სტილის შეცვლა მით უმეტეს უკვე ხნიერ ასაკში. და თუ ის მიჩვეული იყო, რომ მუდმივად მისი ბრძანებები და განკარგულებები უნდა შესრულებულიყო, ახლა მას უკვე მოხუცებულობის პერიოდში უჭირს იმასთან შეგუება, რომ ამ შემთხვევაში ზრდასრულ ასაკში მყოფი მისი შვილი უკვე არც თუ ისე ემორჩილება მის განკარგულებებს და ეს რიგ შემთხვევებში სერიოზულ დისკომფორტს ქმნის და პოზიციების დათმობის პრობლემას აყენებს ზოგადად და
ის მოხუცები აგრძელებენ ინერციით აქ ადაპტაციის და ახალ რეალობასთან კონტაქტში შესვლის და ამის აღქმის პრობლემა დგება, რომ ვერაცნობიერებს ის, ანუ მექანიკურად აგრძელებს ჩვეულს და არ შეუძლია დაინახოს აქ და ამჟამად რა ხდება და რა არის ყველაზე ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი მისი მხრიდან გააგრძელოს მაინც ჯიუტად თავის პრინციპებზე. აუცილებლად იტანჯება და იმ განწყობის ფსიქოლოგიაში არსებობს ცნება ესეთი დისპოზიციური განწყობის, რაც მოგყვება ჩვევით ჩვენ იქ აღზრდით თუ ზოგადად იმას რას დავეჩვიეთ ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე და აი ამ დისპოზიციური განწყობის ინერცია ზოგჯერ იცით არამონგებიან ვითარებაში აყენებს თვითონ ადამიანს. ის სიტუაციურ განწყობებს ვეღარ ქმნის, იმიტომ რომ არ ცდილობს გააცნობიეროს რაშია პრობლემა. ის არ თავს გონებას, მაშინაც კი, როდესაც ბარიერი, როდესაც წინააღმდეგობა ხდება და ამ შემთხვევაში ისევ მექანიკურად და ჯიუტად პიროვნების თვისებები აქ დიდ როლს თამაშობს, თუ იქ სიჯიუტე პრევალირებს როგორც მახასიათებელი, ეს განაპირობებდეს შეიძლება. რა თქმა უნდა, ამ დროს სწავლობს ორივე მხარე, რა უნდა გააკეთოს შვილმა. არა გამოუგონია კაცობრიობას უკეთესი საშუალება დაპირისპირების, გაუგებრობების მორიგებისა, ვიდრე არის დიალოგი. ისევ საუბარი და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, მნიშვნელოვანია ჩვენს მოსაუბრებს დავანახოთ აი ჩვენს მიერ გამოსავალი, რომ მისი პრიორიტეტია. ჩვენ კი არ ვილაპარაკოთ, რომ ჩვენთვის არის ეს უმჯობესი, არამედ დავიწყოთ იმით და განსაკუთრებულ ფოკუსში მოვაქციოთ, მკაფიო ფოკუსში მოვაქციოთ ის, რა არის მეორე ადამიანის პრიორიტეტი. მისი ინტერესია ეს. დავანახოთ, რომ თვითონ იქნება უკეთესად ამ ყველაფრიდან და მაშინ მიმღებლობა გაიზრდება. შვილების ძალადობა. ეს ამოსავალი ქრისტიანული პრინციპის დარღვევა, პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ. აი ეს პრინციპი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თვითონ ამ ცნებაში დევს. შენ რომ კარგად იყო, იმისთვის არის საჭირო. ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემებში, რომ ჩვენი ურთიერთობები მით უმეტეს სამთაობიან, აი ასეთ სტრუქტურაში პირდაპირ სცენარების გადაცემას, პირდაპირ ქცევის მოდელების გადაბარებას და იცით, როდესაც ჩვენ ცუდად ვეპყრობით ჩვენს მშობლებს, ჩვენი შვილები ამას ხედავენ და ისის ხორცებენ როგორც ქცევის მოდელს და მაშინ დადგება დრო, როდესაც ჩვენი დათესილის მომკვის პერიოდი და აი ამ მოსავლის აღების მომენტი დგება და ბუმერანგის პრინციპი მოქმედებს. 2009 წლის გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში ქორწინებაში მყოფი ყოველი მე-11 ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. გამოკითხულთა თითქმის 36% აღნიშნავს, რომ მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან გამოუცდია სხვადასხვა ფორმის ძალადობა, ქცევის კონტროლის მიზნით. ქალთა დაახლოებით 78% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტები არ უნდა გახმაურდეს. 34% იქმრის მიერ ქალის ცემას ამართლებს და აცხადებს, რომ კარგი ცოლი ცემას არ დაიმსახურებს. ძალადობა შობს ძალადობას. მშობლების კონფლიქტი და ძალადობის სცენები აყალიბებს ძალადობრივი ქცევის მოდელებს. თვითონ ჩვენგანს უნდა გვახსოვდეს, რომ ძალადობა შობს ძალადობას. მოძალადეებად სწორედ ისინი ყალიბდებიან, ვისაც ბავშვობაში საკუთარ ოჯახში ამცირებდნენ, თრგუნავდნენ და შეურაცხყოფდნენ. თუ გვინდა სიმშვიდე ოჯახში, ყველაზე გაბრაზებულ გულზეც კი შევარჩიოთ სიტყვები და მიმართვის ფორმები. ვეცადოთ ვაკონტროლოთ ხმის ტემბრი. თუ არ გვაქვს საკუთარი თავის იმედი, ვეცადოთ გავერიდოთ დაძაბულობას. გავიდეთ სახლიდან, ჩავისურთქოთ სუფთა ჰაერი და ცივი გონებით თუ არა, განელებული ემოციის ფონზე მაინც ვეცადოთ სათქმელის გამოხატვას. მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ძალა აღმართს მხოლოდ მაშინ ხნავს, თუ მას ეს აღმართი ფეხქვეშ ფიანდაზად ეფინება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით და გახსენებთ, გამოგვეხმაურეთ Facebook-ზე და დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე. ჩვენ შევხვდებით ყოველ შაბათს 13 საათზე და გამეორებით ყოველ ხუთშაბათს ღამის 12 საათზე. გადაცემაში ჩემი ოჯახი.